მოგესალმებით, დავიწყოთ ბიზნეს ინსაიდერი, რა თქმა უნდა, ვსაუბრობ ტურისტულ სეზონზე, რომელიც ახლა ყველაზე უფრო მეტად აქტუალური ნაწილია. კიდევ ერთხელ რაც მინდა აღვნიშნოთ, ჩვენ ვნახავთ ციფრობრივ მონაცემებს, მაგრამ მანამდე ერთი საინტერესო დეტალი და ტენდენცია ტურიზმის სფეროს, ისევ როგორც ბევრ სფეროს, მოკლედ თავისი არაკეთილმოსურნეები ვიტყოდი პირდაპირ ამ სიტყვას ყავს. ადამიანები, რომლებიც სრულად უსამართლოდ აკრიტიკებენ, ასე ვთქვათ, მიმდინარე პროცესს, კიდევ ერთხელ რომ აღვნიშნოთ, ძირითადად ესე იგი კრიტიკის მიმართულება არის საპირისპირო, რომელიც ცალკეული მედია საშუალებების მხრიდან, ცალკეული ადამიანების მხრიდან ხდება, რომელსაც რიგ შემთხვევაში საერთოდ პროფესიული შეხებაც კი არ აქვს ტურისტთან და კრიტიკა მიდის შემდეგი მიმართულებით. პირველ შემთხვევაში ისინი საუბრობენ, რომ ტურისტული სეზონი ჩავარდა საქართველოში და ვერ ჩამოყალიბდნენ ამ ნაწილში ჩავარდა თუ არა ტურისტული სეზონი, ციფრობრივ მაჩვენებელს ნახავთ, რა თქმა უნდა, ეხლა რამდენიმე წუთში კიდევ ერთხელ და მეორე შემთხვევაში საუბრობენ, რომ იმდენი ტურისტია ტურისტულ, ასე ვთქვათ, ლოკაციებზე, რომ ინფრასტრუქტურა სათანადოდ ვერ უძლებს, ასე ვთქვათ, აი ამ ნაწილს. ესე იგი, ამ ორ ურთიერთსაპირისპირო მოვლენაში არიან, შეიძლება ასე ვთქვათ, ახლასთულები ამ ნაწილში და ვერ ჩამოყალიბდნენ რომელი კრიტიკის ნაწილი ჯობს. რა ნაწილი უნდა აკრიტიკოთ, ვთქვათ, ტურისტების არ შემოსვლა თუ ინფრასტრუქტურა. სხვათა შორის გუშინ პრემიერ-მინისტრმა ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ტურისტების ის რაოდენობაა შემოსული, რომელმაც მართლაც რაღაცა კუთხით ინფრასტრუქტურამ სათანადოდ ვერ გაუძლო, ასე ვთქვათ, ამ ნაწილს და პირობა დადო, რომ ამ ნაწილზე იქნება მთავრობის მხრიდან მუშაობა, რათა ინფრასტრუქტურა სათანადოდ იყოს, ინფრასტრუქტურული პროექტები სათანადოდ იყოს განხორციელებული და უზრუნველყოფილი ჯამში, იმისთვის, რათა ტურისტების გაზრდილ ნაკადზე ეს მომსახურება ადეკვატურად იყოს შესაძლებელი. თუმცა კიდევ ერთხელ, როდესაც ხდება აი ასეთი კუთხით ტურისტული სეზონი საკუთარი ქვეყნისთვის, კიდევ ერთხელ ვიტყვი ხმამაღლა ამას მავნებლობა და როდესაც საუბარია იმაზე, რომ ცალკეულ შემთხვევაში გამოყავთ ადამიანები და საუბრობენ, რომ აი ტურისტული ვიზიტი ან გაუქმდა ან ასე შემდეგ, არ უნდა დაგვავიწყდეს, მეგობრებო, რომ ეს ადამიანები, რომლებიც ახლა ვითომ გულშემატკივრობენ, თუნდაც ცალკეულ შემთხვევაში რაღაც ჯავშნის გაუქმებას თუ ასე შემდეგ, ეს ადამიანები დიახ, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ აი მაქსიმალურად დაზიანებული იყოს სეზონი. საბედნიეროდ ეს ვერ მოხერხდა. პირველი დიაგრამა თუ შეიძლება ვნახავთ ამ ყველაფერს ჩვენ დიაგრამაზე. აი ხედავთ ჩვენ ამ შემთხვევაში ვიზიტების რაოდენობას, მათ შორის ტურისტული ვიზიტების რეკორდულ მაჩვენებელს, რომელიც არის დაფიქსირებული. აქ ეს არის ისტორიული მაქსიმუმი. ტურისტების რეკორდული მაჩვენებელი 5.1 მილიონი ვიზიტების რაოდენობა არ ვთქვათ, გვაქვს კლient და საერთაშორისო მოგზაურობის მაჩვენებელი, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტად შთამბეჭდავია ამ ნაწილში. ცხადია, ამ ყველაფერს ჭირდება სერვისი, ცხადია, ამ ყველაფერს ჭირდება უზრუნველყოფა და სწორედ როცა ჩვენ ვსაუბრობთ ხოლმე ეკონომიკური ზრდის მაჩვენებებზე, აქვე კიდევ ერთხელ დავესესხებ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელიც აღნიშნა, რომ 2025 წელს სრულად რეალისტურია 10%-იანი ეკონომიკური ზრდა ან მაგალითად. დიახ, ბევრ შემთხვევაში, როდესაც ისევე როგორც ტურისტული სეზონის ჩავარდნაზე აკეთებენ ხოლმე აქცენტს, ასევე სრულად არასწორი აქცენტი კეთდება ამ შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკის ზრდის პერსპექტივებზე ცალკეული პოლიტიკოსებთან დაახლოებული პირების მხრიდან, ან თვითონ პოლიტიკოსებზე ზოგადად აღარც კი ღირს, ასე ვთქვათ, სერიოზულად ამ თემაზე საუბარი, ვინაიდან აბსოლუტურად არაადეკვატურ შეფასებებს აკეთებენ, მით უმეტეს ეკონომიკის მიმართულებით და ასევე ცალკეულ შემთხვევაში მინდა აღვნიშნო ყოველთვის, რომ აი განსაკუთრებით როდესაც პოლიტიკოსების ტელევიზიის წარმომადგენლები და ყველა მის ახლა ვიზებს ვსაუბრობ, მიბრძანდებით სხვა ბრიფინგებზე, ხომ რაღაცნაირად ეს ჟურნალისტები ცოტათი მაინც მოამზადეთ, რომ რაღაცა პროფესიული კითხვა დასვან, ხო, მათ შორის ტურისტთან დაკავშირებით, მათ შორის ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით. არ შეიძლება ეკონომიკურ ზრდაზე ლაპარაკობდე და ეკონომიკის წიგნის ერთი გვერდი არ გქონდეს წაკითხული, სხვა შორის სრულად უფასოდ შეგვიძლია რომ შემოგთავაზოთ ეს ნაწილი, სადაც აი კლიანტთა პროდუქტს განმარტავთ, ზრდაზე მოქმედ ფაქტორებს განმარტავთ და ასე შემდეგ. საერთაშორისო სავალუტო ფონდი რა არის, სოფლიო ბანკი რა არის, ის რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი საუბრობს, რომ საქართველოს მაღალი ეკონომიკური ზრდა ექნება, ის რომ სოფლიო ბანკი საუბრობს, რომ საქართველოს მაღალი ეკონომიკური ზრდა არ ექნება, X ადამიანი ჟურნალისტი იქნება თუ პოლიტიკოსთან დაახლოებული ბიზნესმენი თუ ასე შემდეგ, რა დონის აბსურდს საუბრობს, აი ამის განსხვავებაში ძალიან ელემენტარულია, ჯამში შეიძლება 1 საათიან კურსი დაგჭირდეს ამ ნაწილში და შემდგომი დიაგრამა თუ შეიძლება ამ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ უკვე შემოსავლებზე კონკრეტულად, იმიტომ რომ ხშირად არის ხოლმე საუბარი, რომ კი, აი, ბევრი ადამიანი იყო, მაგრამ როგორ აისახა ეს, თქვა, როგორ აისახება ეს ჩვენს. აქ არის უკვე კონკრეტული ციფრები შემოსავლთან დაკავშირებით. როგორც 2024 წლის მაჩვენებლებს კლient და ასევე აი ყველაზე მეტი სპეკულაცია რაზეც ხდებოდა, რომ აი წლის ბოლოს ტურისტების რაოდენობა და აი შემოსავლები როგორ იყო. აი კონკრეტულად გამოტანილი მეოთხე კვარტალი. ვნახოთ შემოსავლების მაჩვენებელი ამ შემთხვევაში მეოთხე კვარტალში. მე მგონი სურათი ნათელია, კიდევ ერთხელ ჩვენ გქონდა სარეკორდო მაჩვენებელი ტურისტების რაოდენობის, ჩვენ გქონდა სარეკორდო მაჩვენებელი შემოსავლის 2024 წელს და რა თქმა უნდა ვემზადებით უფრო მეტისთვის შემდეგი წლის. თუმცა რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ უნდა ვიყოთ სათანადოდ, უნდა ინფრასტრუქტურა უნდა
უზრუნველყოს და უნდა უპასუხოს ამ გაზრდილ მოთხოვნებს. რა თქმა უნდა, მათ შორის არის ჩვენი აეროპორტები. ბუნებრივია, როცა ჩვენ ვსაუბრობთ ვიზიტორების რაოდენობაზე, როცა ჩვენ ვსაუბრობთ ტურისტებზე, ამ შემთხვევაში ცხადია ვსაუბრობთ, რამდენად მზად ვართ, რამდენად მზად არის მათ შორის ჩვენი საერთაშორისო აეროპორტები უზრუნველყოს ეს მოთხოვნა კიდევ ერთხელ შევერაღებელი თვალითაც ჩანს თუ რა დატვირთვა მათ შორის თბილისის საერთაშორისო აეროპორტზე, თუმცა ამ ყველაფერზე ჯობს ვესაუბროთ სწორედ აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელის ბატონ ირაკლი კარკაშიძეს. მოგესალმებით ბატონო ირაკლი, მადლობა მობრძანებისათვის. ესე იგი, ის არის გლობალურ საკითხებზე მინდა დავიწყო საუბარი, მაგრამ არ შემიძლია გავექცერთ ექსკლუზიურ ინფორმაციას, რომელიც ძალიან მინდა რომ ახლა გავაჟღეროთ. ჩემი ინფორმაციით, ქუთაისის აეროპორტში უკვე დადასტურდა რომ გზავრთა გადაყვანის ნაწილში 3 ახალი კომპანია უზრუნველყოფს. თუ შეიძლება რომ ამ ნაწილით დავიწყოთ, ვინაიდან ქუთაისის აეროპორტის მომხმარებელი არის უამრავი ადამიანი, ჩვენ ციფროვან მაჩვენებლებსაც ვნახავთ ამ კუთხით და რა თქმა უნდა, მათთვის მნიშვნელოვანია ის სერვისი, რა კუთხის გაუმჯობესებულ სერვისაც ვთავაზობთ ჩვენ და თუ შეიძლება ეს ექსკლუზიური ინფორმაცია მოგესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს. ნამდვილად სულ ახალი ინფორმაცია არის და გიდასტურებთ რომ ქუთაისში კიდევ ერთი გადამზიდველი დაგვემატა და უკვე გზავრებს თბილისიდან, ბათუმიდან და სხვადასხვა ქალაქებიდან ტრანსპორტირებას 3 კომპანია შესთავაზებს. ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ რომ გზავრებისთვის იყოს ხელმისაწვდომი სერვისები, იყოს ფართო ასპექტი არჩევანის, რაც თავისთავად ქმნის ჯანსაღ კონკურენციას და შესაბამისად ხარისხს აუმჯობესებს და ჩვენ მუდმივად მუშაობთ ამ მიმართულებით, არა მხოლოდ ტრანსპორტის, არამედ უშუალოდ აეროპორტშიც მუდმივად თავაზობთ სხვადასხვა სერვისებს და მზადავართ, რომ ესე გავაგრძელოთ წლევანდელ წელსაც. კი ბატონო, ძალიან კარგია და სასიამოვნო ინფორმაცია მართლა გზავრებისთვის. და ამავდროულად ჩვენ რომ აღვნიშნოთ რომ ეხლა ანალიტიკაში ვსაუბრობდით რომ გაზრდილი მგზავრთა ნაკადი რომელიც გვაქვს თუ შეიძლება პირველი დიაგრამა სადაც ჩვენ ციფრობრივ მაჩვენებელ წლიურს დასაც შევხედავთ აქ არის თითოეული აეროპორტის საერთაშორისო აეროპორტის გულისხმობ ბავშვობაში 28% თბილისში ზრდა ქუთაისის მაჩვენებელი ბათუმის მაჩვენებელი და ასევე გვაქვს მეორე დიაგრამა თუ შეიძლება მეორე დიაგრამასაც შევხედავთ აქვე რომელიც აი რეისების წლიურ ზრდასაც აღნიშნავს. ანუ შევაფასოთ აი ეს ნაწილი ასე თქვა თლიანობაში ორივე ძალიან მნიშვნელოვანი ციფრები არის და მადლობა რომ ეს ვიზუალიზაციაც გააკეთეთ და მინდა რომ პირველ რიგში 2024 წელი ჩვენ დავხურეთ 24%-იანი ზრდით, რაც ძალიან უჩვეულოა და საბედნიეროდ ქართული ავიაციო ინდუსტრია და ტურისტული ინდუსტრია მიჩვეული არის მსგავს ამბიციურ ზრდებს. აქ განმარტება მინდა ერთი გავაკეთო ქუთაისთან მიმართებაშიც ეს ჩვენს ტრადიციულ ზრდას შედარებით ჩამორჩება, თუმცა ამას თავისი მიზეზი აქვს. ჩვენ 2024 წელს ზოგადად გლობალურად ავიაცია შეეჯახა პრობლემას, რაც გულისხმობდა 321 neo Airbus-ის ძრავების ტექნიკური მომსახურების პრობლემას და აქედან გამომდინარე ვიზიარს ერთ-ერთი ბაზირებული საჰაერო ხომალდის გაყვანა მოუწია ჩვენი ბაზრიდან. ეს ძალიან დიდი შრომის შედეგი იყო, რომ აქ მხოლოდ ერთ ბაზაზე ვისაუბრეთ, იმიტომ რომ არ დავასახელებ ჩვენს კოლეგა აეროპორტებს, სადაც 4-5 საჰაერო ხომალდი გაიყვანეს და ზოგან ბაზებიც დახურეს. შესაბამისად ჩვენ შევძელით ის, რომ ლოკალურად მოვახერხებთ მხოლოდ ერთ საჰაერო ხომალდით შეგვემცირებინა ქუთაისის საერთაშორისო ბაზა და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ 1 და 3%-იან ზრდაზე, ეს მოვახდინეთ 3 საჰაერო ხომალდით, როდესაც წინა შედეგი 2023 წელს დავდევით 4 საჰაერო ხომალდით. აქედან გამომდინარე, ჩვენ უკვე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ წლევანდელ წელს დაბრუნდა მეოთხე საჰაერო ხომალდიც უკვე ქუთაისის აეროპორტში და უკვე წლევანდელ წელს ბევრად დიდ ზრდას შევთავაზებთ ისევ. კიდევ ერთხელ მინდა გავმარტო, რომ ეს ძალიან ხანგრძლივი რთული მოლაპარაკების შედეგია, რომ ჩვენ ზრდა შევინარჩუნეთ და კიდევ წელსაც კიდევ ერთი რეკორდი მოგვსენით, როგორც მთლიანად 3-ვე საერთაშორისო აეროპორტში, ასევე უშუალოდ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, მაგრამ რა თქმა უნდა, როგორც მაქსიმალისტი ქართველები, შემდეგი კითხვა გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ რომელ ავიაკომპანიას ველოდებით, იმიტომ რომ ვიცი რომ რამოდენიმე ავიაკომპანიასთან მიდიოდა აქტიური მოლაპარაკება, რომელიც დასრულებულიც არის ამ შემთხვევაში. კი, ჩვენ 2024 და რომელი აეროპორტში ეს არის კიდე საინტერესო. 2024 წელს ჩვენ შევძელით და ისტორიაში პირველად ერთი წლის მანძილზე 10 ახალ ავიაკომპანიასთან დავასრულეთ მოლაპარაკება 13 სხვადასხვა მიმართულებით. აქამდე მსგავსი ციფრი მსგავსი შედეგი არასოდეს ჰქონია და ესეც ისტორიული და რეკორდული მაჩვენებელია. აქედან დიდმა ნაწილმა უკვე დაიწყო ფრენები, ხოლო წლევანდელ წელს ველოდებით
ყველაზე გაჟღერებულს British Airways, EasyJet, ასევე Edelweiss. ეს არის ევროპული მიმართულებები, ბრიტანეთი, შვეიცარია, ჟენევა და ციურიხი, მილანის მიმართულება, ასევე საფრანგეთის მიმართულებით ტრანსავია და ეს ყველაფერი უკვე გაზაფხულზე, ზაფხულის სეზონი, როდესაც დაიწყება აპრილში უკვე ეს ყველაფრენა იქნება ჩვენთან უკვე ხელმისაწვდომი, პრინციპში ბილეთები უკვე იყიდება და მე წარმატებები მინდა სულ ამავე კომპანიებს, საკმაოდ ამბიციური განაცხადი იყო, ერთდროულად ამდენი ავიაკომპანია და მნიშვნელოვანია რომ ჩვენ შევძლოთ და ყველამ წარმატებით შეძლოს ქართულ ბაზარზე ოპერირება. 2024 წელს დიდი აქცენტი ჰქონდა გაკეთებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტზე, იქიდან გამომდინარე რომ ქუთაისიდან პრინციპში მეტნაკლებად ევროპის დედაქალაქები თუ ძირითადი მიმართულებები ათვისებულია. ჩავთვალეთ რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო პირდაპირ ფრენები. წლევანდელ წელსაც გვაქვს რა თქმა უნდა გეგმები და მოლოდინები ახალი მიმართულებების. ჩვენ ტრადიციულად არ დავასახელებ მიმართულებებს და ავიაკომპანიებს, თუმცა ჩვენი თავარი ღერძი სტრატეგიის არის ბაზრების დივერსიფიკაცია და როგორც სიხშირეების ზრდა, ასევე ახალი აუთვისებელი მიმართულებების განვითარება. აუცილებლად მინდა კითხო, თორსა ჩვენ ამბიციურ გეგმებზე ვსაუბრობთ და სრულიად ჯანსაღად. აი თუ შეიძლება ეს სულ პირველი დიაგრამა რომ დავაბრუნოთ, თუ არის შესაძლებელია, ეს არის ჩვენ ხედავთ გზავრთანაკადის წლიური ზრდის, მათ შორის ხო ერთის რეისებზე ვისაუბრეთ, მაგრამ მე რო უშუალოდ გზავრთანაკადზე გუშინ ბრიფინგზე პრემიერიც აღნიშნავდა, რომ დაჩქარებული წესით იქნება სამუშაოები თბილისის ახალ აეროპორტთან დაკავშირებით, ვინაიდან 2029 წელი იყო თვალმაშლო პირველი ფაზის დასრულების ნაწილი ამ შემთხვევაში. ვინაიდან ფაქტია, რომ უკვე ძალიან რთულია მიიღო ამბიციური გეგმების ზრდის კუთხით და ინფრასტრუქტურა როგორმე დავაწვით. მიუხედავად იმისა, რომ ნახეთ წინა განცხადებაც იგივე ტავის, სადაც მაქსიმალურად არსებული რესურს მაქსიმალურად ცდილობენ ამდენად შეიძლება ნამდვილად ამ ძალიან ისეთ ამბიციური და თამამ გზავრთანაკადის ზრდას სჭირდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა, შესაბამისი სერვისების შეთავაზება. ჩვენ მუდმივად ვახორციელებთ მათ შორის თავთან ერთად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ქუთაისის აეროპორტში ჩვენით ინფრასტრუქტურის შეფასებას და დაგეგმარებას თუ როგორ უნდა განვითარდეს. თბილისის საერთაშორისო ახალი აეროპორტი შესაბამისად გახლავთ ამ სტრატეგიის და ამ პროცესის განუყოფელი ნაწილი და პრინციპში შედეგიც და მიზანიც ერთდროულად. გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ გვჭირდება ისეთი აეროპორტი, რომელიც საშუალებას მოგცემს ამ ძალიან დიდ მზარდ გზავრთნაკადს გაუმკლავდეს და ახალი შესაძლებლობები გასცეს და ყოველთვის ვიყოთ ამ ზრდასთან და მოთხოვნასთან 2-3 ნაბიჯით წინ. სუფთა ეფექტურობის კი ბატონო, სუფთა ეფექტურობის ნაწილში როგორც ვთქვი, საერთაშორისო იგივე დიზაინის კუთხით და შემდეგ საერთაშორისო კომპანიების ჩართვას აპირებთ. რა თქმა უნდა, ეს ყველა ვარიანტში ჩვენი მოქმედია. ნამდვილად აუცილებელიც არის იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ სწორად დაგეგმარებული და მაღალ ეფექტურობის მქონე აეროპორტი. მნიშვნელოვანია რომ ჩვენ გავიზიაროთ ის საერთაშორისო პრაქტიკა, გამოცდილება, რომელიც არსებობს სოფლიოში და ამისთვის ჩვენ დაგვჭირდება საერთაშორისო არქიტექტორები, საერთაშორისო კონსულტანტები და ასე შემდეგ, რომლებიც პრინციპში უკვე ჩართულები არიან. ამ პროცესში ჩვენ ცოტა ხნის წინ გასულ წელს დავასრულეთ საქარო ნავიგაციამ, უფრო კონკრეტულად რო იყო დაასრულა სანავიგაციო კვლევა, რომელიც სასაფრენი ზოლის ლოკაციის დადგენას გულისხმობს და ეს უკვე გვიხსნის შესაძლებლობას იმისთვის, რომ გადავიდეთ უშუალოდ კონცეპტ დიზაინის დამუშავებაზე, გენერალური გეგმის დამუშავებაზე, რომელიც უკვე უახლოეს მომავალში აქტიურ ფაზაში გადავა. კი ბატონო ირაკლი, ესე იგი ჩვენ თავარი აქცენტი აქამდე საუბარში გავაკეთეთ საერთაშორისო ვიზიტორების ნაწილზე და საერთაშორისო აეროპორტებზე. ბუნებრივია, მაგრამ საქართველოს მოქალაქეები ასევე ხედავთ, რომ საკმაოდ აქტიურია, გააქტიურებულია ძალიან შიდა ტურიზმის მაჩვენებელი, აი ჩანდა იგივე დეკემბერი, იანვრის მაჩვენებელში, ეს მივეკუთვნები აქტიურ შიდა ტურისტს შეიძლება ასე ვთქვა. და ცხადია, შიდა ფრენთან დაკავშირებით გვაქვს კითხვა, ასე ვთქვათ, აი რა პროგრესი გვაქვს შიდა ფრენებთან მიმართებაში იგივე თელავზე იყო მანამდე საუბარი საკმაოდ აქტიურია, თუ შეიძლება ამ კუთხით. შიდა ფრენები გახლავთ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სოციალური პროექტი, რომელიც ხელს უწყობს როგორც ჩვენი მოქალაქეების გადაადგილებას, ასევე შიდა ტურიზმის განვითარებას. ჩვენ წელს დაგეგმილი გვაქვს უკვე თელავის აეროპორტის აქტიურ ფაზაში გადაყვანა და დავიწყებთ გამოვაცხადებთ უახლოეს მომავალში ტენდერს მშენებლობასთან დაკავშირებით, ასევე იცით რომ დავასრულეთ მესტიის
ახალი ტერმინალის პროექტირება, რაც შესაბამისად გვაძლევს საშუალებას, რომ უკვე სამშენებლო ტენდერი გამოვაცხადოთ. ეს პროექტები განაპირობა სწორედ იმ ზარდმა მოთხოვნამ, რომელიც გვაქვს შიდა ფრენების მიმართულებით და უფრო მეტი სერვისის შეთავაზება, რა თქმა უნდა, აეროპორტების საერთაშორისო სტანდარტებში მოყვანა, მათ შორის ადგილობრივი აეროპორტების და განტარუნარიანობის გაზრდა. დღეს რომ ჩვენ გვაქვს მეტნაკლებად ლიმიტირებული ფრენების რაოდენობა და ვიცით გამოწვევა, რომ მოთხოვნა ძალიან დიდია, სწორედ იმის იქიდან გამომდინარეა, რომ მაგალითად მესტიის აეროპორტი ძალიან მცირე ზომის არის და საჭიროებს გაფართოებას. აქედან გამომდინარე ჩვენ მუდმივად მოქმედებთ, მუდმივად მუშაობთ იმ მიმართულებით, რომ ეს ფრენები გახდეს უფრო მეტად ხელმისაწვდომი, უფრო მეტი მიმართულება შევთავაზოთ ჩვენს მოქალაქეებს და ტურისტებს, რომლებიცაც შიდა გადაადგილებისთვის აქვთ გეგმა და თელავის აეროპორტი მოგცემს ასევე საშუალებას იმას, რომ თითქმის ყველა აეროპორტი ერთმანეთთან დავაკავშიროთ და შევთავაზოთ კიდევ უფრო ფართო არჩევანი შიდა ფრენების. მათ შორის ეს უცხოელი ვიზიტორებიც იქნება ალბათ მნიშვნელოვანი, როცა ასე ვთქვათ, ერთი ზოლით, ერთი ტრანსპორტით შეიძლება რა თქმა უნდა, ეს ასევე საშუალებას მოგცემს მაგალითად ბათუმიდან თელავში სულ რაღაც 40-50 წუთში ჩავითეთ და საკმაოდ დიდ დროს დაზოგავს და ჩვენს ტურისტებს საშუალებას მისცემს, რომ უფრო მეტი სიამოვნება მიიღონ იმ ტურისტული ინფრასტრუქტურისგან და ზოგადად ჩვენ ქვეყნიდან, რასაც ტურისტული პოტენციალი ჰქვია. მოკლედ შთამბეჭდავი გეგმებია 2025 წელს როგორც უყურებთ. გეგმები ნამდვილად ამბიციური გვაქვს, მიზნებიც გვაქვს, კონკრეტული ნაბიჯებიც გვაქვს განსაზღვრული და სტრატეგია გვაქვს თუ როგორ გავაუმჯობესოთ ის შედეგი ყველა კომპონენტით, რომელიც 2024 წელს დავდებით. სხვათა შორის თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს, ვიტყოდი ასე, იმიტომ რომ ხა არა ვარ ორიგინალური აქ, ვინც იტყვის რომ აეროპორტი გარკვეულად არის ქვეყნის სახე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში როგორც ერთმა მომხმარებელმა შემიძლია თქვა, როდესაც რომელიმე ქვეყანაში ჩავდება, ბუნებრივი აეროპორტით იწყება ხოლმე, ასე ვთქვათ, პირველი ეფექტი და კარიბჭეა ქვეყანაში, ასე რომ. ბატონო ირაკლი, ძალიან დიდი მადლობა, ჩვენ არაერთხელ მოგვიწევს საუბარი ამ საკითხებზე, მადლობა ასევე ქუთაისის ინფორმაციის მოწოდებისათვის და წარმატებას გისურვებთ, წარმატებული წელი. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოქალაქეები და ქვეყნის სტუმრები მაქსიმალურად მიიღებენ, ასე ვთქვათ, იმ ეფექტს, რომელიც თქვენ გაქვთ დაგეგმილი. ბიზნეს ინსაიდერი დღეს დასრულებულია, ჩვენ დავუბრუნდებით ორშაბათს.